ძალიან მშვიდად ბრუნდებოდით აქციიდან, აი სრულიად მშვიდობიანი აქციიდან, სრულიად მშვიდად ბრუნდებოდით, ჩამოვიარეთ ეს ტერიტორია, არ შეგვიმჩნევია არც ერთი ადამიანი და უკვე თავდასხმა როდესაც დაიწყო, ერთდროულად მოგვწვივდა 10-მდე, შეიძლება მეტიც, ესეთი რაღაცა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები, რომელსაც სახეები დაფარული ჰქონდათ და ესეთი კაცრად შეფუთულ ფორმაში ყოფი ადამიანები, რომელსაც იდენტიფიკატორი რო ესენი იყვნენ რომელიმე პოლიციის ან სტრუქტურის წარმომადგენლები, მათ არანაირი ნიშანი ესეთი არ გააჩნდათ არც ერთს, ამიტომ პირველივე წამს როცა თავდასხმა დაიწყო, პირველივე წამს დაიწყო ლაშაზე, განსაკუთრებულად აგრესია, ჩემსკენაც გამოიწეს, მაგრამ რაღაცნაირად მოახერხე რომ გავეცალე და დავიწყე პატრულში დარეკვა. პატრულში დარეკვის მომენტშიც კი, ანუ როდესაც პატრულს ველაპარაკებოდი და ვუხსნიდი რომ თავს დაგვესხნენ გაურკვეველი პირები, რომლებიც იტაცებენ ადამიანს ჩემს გვერდიდან, ამ მომენტშიც კი უკვე მოხდა ის რომ მოქალაქეები ჩაერთნენ პროცესში და ამის შემდეგ მოხდა რომ ჩატენეს მანქანაში იძულებით და არ გამოგვიცხადეს ვინ იყვნენ რა იყვნენ, საერთოდ უსიტყვოდ მოქმედებდნენ. ლაშამ უთხრა მათ რომ იყო ოპერატორი, ხო? დიახ, ლაშა ეუბნებოდა რომ არის ტელეპირველის ოპერატორი, ასრულებდა მოვალეობას სამსახურეობრივს და ბრუნდებოდით უკვე ავტომობილისკენ, ავტომობილი აყენია აქედან 20 მეტრში და ზუსტად აი მათ ჰქონდათ გათვლა, ზუსტად ის რომ ავტომობილთან მისვლის პროცესის დროს უნდა მომხდარიყო ეს თავდასხმა და მე როგორც ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობდი, ვერ მივხვდი ვინ იყვნენ ესენი, მე ჩავთვალე რომ ესენი იყვნენ ტიტუშკები, რომლებსაც უნდა ვეცემეთ და ავტომატურად დავიწყე პატრულში დარეკვა, თუმცა პატრულის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა ამ დრომდე. პატრულმა დაინახა, ხო, ინციდენტი, თქვენ პატრულის ავტომობილი აქედან 50 მეტრის მოშორებით ინციდენტს უყურებდა თავიდან ბოლომდე. მეორე პატრულის ეკიპაჟი აქ იყო და მოქალაქეები ეხვეწებოდნენ რომ მიეხმარეთ ადამიანს იტაცებენ გაურკვეველი პირები ნიღბებში და სრულიად არანაირი პოლიციისა და სამართალდამცავი სტრუქტურის ნიშნების გარეშე, აი ესე პირდაპირ თავდამსხმელები იტაცებდნენ და მოქალაქეები ეხვეწებოდნენ პატრულის თანამშრომლებს რომ მიეხმარეთ და არავინ არ მიეხმარა, მეცაც გეტყვით რომ მთელი გვირაბის განმავლობაში ვიდრე მანქანამ უშუალოდ აი ეს რაღაცა საცობი გაიარა და გაცდა გატაცების შემდეგ უკვე ლაშას არავინ არ გაყვა, მოქალაქეები მისდევდნენ და ეუბნებოდნენ რომ ვინ ხართ, რატო იტაცებთ ამ პიროვნებას და ამის მიუხედავადაც პატრულის ორი ეკიპაჟი, ერთი უშუალოდ 10-15 მეტრის მოშორებით, მეორე 50 მეტრის მოშორებით უყურებდა ამ ყველაფერს. პატრულის ოპერატორს ესმოდა ჩემი ხვეწნა რომ ადამიანს გვტაცებენ ისეთი გაურკვეველი პერსონები და არავინ ამაზე რეაგირება არ მოახდინა. ეს არის რეჟიმი, რომელიც სულ ზღაფავს, მიდის ყველაფერზე და აუცილებლად მივიღებთ იმას, რომ ლაშასნაირად დაკავებული თუ გატაცებული ადამიანები თავის სამართალს დაამტკიცებენ. ღირსება, რომელიც ამ ქვეყანაში მოქალაქეებისთვის უნდა წაართვას ბიძინა ივანიშვილის ტერორისტულმა რეჟიმმა ვერ იქნება წართმეული და ყველა ესეთი დანაშაულებრივი ქმედება, ესეთი ნაძირლები, შეფუთული ნაძირლები აუცილებლად იქნებიან დასჯილები.